გაგვანადგურეთ, მას შეგვიხო კომუნისტების დროს. განადგურებდით ღლებს და იმას. აბა მოდი ღლე. ვიყვირი ხართ აქ ეკლესიაში. რატო გვიყვირი ვართ? სად არის ეკლესია? ეკლესია იქაც და ეკლესია. ხალხი გვიყვირი საკიდან. და ეს ხალხი მოსულ ეკლესიაში გინებაში. რატო გვიყვირი ვართ ეკლესია? რატო გვიყვირი ვართ ეკლესიაში? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? ეკლესია შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი? პატრიარქს რო აგინებდნენ, მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი? პატრიარქს აკითხები. არ არის ესე რა ეკლესია გავხსნათ ეგრე. ამ ტელევიზიებიდან არ აგინებდი. რატო აქ რასაც აკეთებ ჩვენზე? არ არის ესე რა. არ არის ესე გაუწყდეთ ქვეყანა. დაუწყდეთ. თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? არა თქვენი პატრიარქი. გეკითხებით, არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე? თქვენი ტელევიზიის არ არის. არა შენ ეკლესიას მოხვედით, აგინებთ და თქვენ ჩვენ გვალავთ. შეწადით ახლა. მოხვედით თქვენი ლანცკები. ჩემი შვილები და ეს 24 ქუჩაში ვდგავა რა ქვია? ბავშვები მოდიან. ბავშვები მოდიან, რომლებიც წირიან სკოლაში. მე არ ვძალადო. სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები. აქ მოდიან ტირილით. ტაძარში მოგვივარდნენ, დამიწყე ჯერ ყვირი, მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეუბნებია მოღალატებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან. რატომ მეძახიან მოღალატს? აი რა გავაკეთეთ? ისეთი რომ გვეუბნა, მე მთხოვე რომ რატო არ დგახარ? ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. პატრიარქს აგინებენ პირდაპირ, ეკლესიას აგინებენ. აგერ გამოდის გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს. ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმენ, ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო ყველა გადაწერეთ და ისე დაიდოს ეს ვიდეო და ყველა ნახოს რომ ესეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვივარდნენ კომუნისტების ზუსტებოდა ეგ ეკლესიაში მოვარდნა ხალხის უხდლების ტაძრებიდან გამოყვანა დახვრეტა ზუსტად ეგ იყო ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდი ტაძარში რატო შვიდობიანი პროტესტი აი შვიდობიანი პროტესტი შვიდობიანი აქცია წარმოვიდგინე შვიდობიანი აქცია ტაძარში გივარდება და გიყვირიან და გეუბნებიან გამოდი გარეთ შემოღალატე შენ ქვეყნის მტერო შენ ისა უბრალოდ მე რა არ მესმის იცი აი რა ამით რას აღწევთ ამით რა უნდა მივიყოთ ამით აი და ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიები რომლის ეთერებში პატრიარქის აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არასდროს ხმა არავის არ ამოუღია. იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიტზე, თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მღვდელი რო ამართებს და რაღაც რო ლაპარაკობს, პირდაპირ წერია იმ საიტზე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. იესო ქრისტეს გამოსახულებით. აქ იმაზე კი არა რომ ზოგიერთი მღვდელი რო ყვა ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა. აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო. მე არ მინდა დავიჯერო შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ მე როცა აღვნიშნე თქვი რომ თუ ადამიანებმა ეს შეგნებულად გააკეთეს და ეს არის მტრობა. 80,000-ები ხელფასები აქვს და ისინი სამშობლოზე ლაპარაკ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ პატოს 1200-ს ხელფასი. შენ ამ ხელფასზე შენ ზრუნო ქვეყანა შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო? ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე? თვითონ რომ ჩამჯდარები არიან იმაში მართლა და ხალხი მართლა რომ გაჭირებაში არის. მოვიდნენ აქ და ის ხალხი ჩემთან როდადიან გაჭირებულები, მაგათ გაუგზავნე იქ ამ ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს. ჩამტკვარები არიან თავენ თქონებაში და ხალხს იყენებენ და სულ ხალხის იმით არიან. მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები, არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნია და არაფერი ამათ არ გააჩნია.